შეხვედრა ჰქონდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან. ჩვენ გავაცანით კიდევ ერთხელ ასოციაციის წარმომადგენლებს, ბიზნესმენებს თვითონ კონცეფციის შინაარსი, დეტალურად განვიხილეთ 7 პუნქტი, რომელსაც მოიცავს ეს კონცეფცია და ასევე ჰქონდა საუბარი გურდულ საკითხზე, ეს არის შრომის ბაზრის ანალიზი. ჩვენ გვინდა როგორც მოგეხსენებათ, რომ უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება დაეფუძნოს შრომის ბაზრის ანალიზს. და ამ ანალიზის განხორციელებაში გვჭირდება ბუნებრივია ბიზნესის დახმარება, მათი მხარდაჭერა და დღეს ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს ანალიზი მომზადდება სწორედ ხელისუფლებისა და ბიზნესის ერთობლივი ჩართულობით, თანამონაწილეობით. ბუნებრივია განათლების, უმაღლესი განათლების რეფორმას აქვს საგანგებო მნიშვნელობა ბიზნესისთვის, როგორც მოგეხსენებათ, არსებითად ქვეყანაში არის ორი დამსაქმებელი, ეს არის საჯარო სექტორი და ეს არის კერძო სექტორი. აქედან გამომდინარე, განათლების რეფორმის განხორციელებაში კერძო სექტორის ჩართულობაც არის ბუნებრივია მნიშვნელოვანი. დეფიციტი არის ძალიან ბევრი მიმართულებით, არის დისციპლინები, სადაც ჭარბად მიიღება სტუდენტები და არის დისციპლინები, სადაც არის ძალიან სერიოზული დეფიციტი, ანუ შრომის ბაზარზე არის ბევრად მაღალი მოთხოვნა.